იდებოდა მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისთვის. ერთად შევძლებთ ღამისთევა და ლოცვა და ღმერთს ძალისაებ ჩვენისა. მადლი და მადლობა შევძლებთ. იმ წყალობისათვის რომ მოგცა ერთობით სიხარულის უნარი და ერთობით მსახურების ძალა. ღმერთმა ინებოს ამ სიხარულით ჩვენი ცხოვრება ყოველთვის იყოს სავსე. არა ეპიზოდურად, არამედ გამუდმებით. ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა დაგლოცოთ. ძალიან გრძელი ლოცვა გამოგვივიდა. რომელი საათია ხა? 9:30. ცოტა ადრე დაგვიმთავრებია. ღმერთს თხოვთ და ჩვენს მაცხოვარს, ყოვლის შემძლეს და თითოეული ჩვენთაგანის მოყვარულს, რომელმაც არ იცის მიკერძოებითი სამართალი. უყვარს ყველა, როგორც ლოცვაშია ნათქვამი, მართალი უყვარს და ცოდვილთა სყალობს. და ყოველთვის ვინც რომ სინანულით მიდის უფალთან, ყოველთვის მას შეიტყვევს, ჩაიკრავს სასუფეველში დაამკვიდრებს. წირვის ლოცვებში წერია: ვერ მოითმენდა შემოქმედი ეშმაკისაგან მოტყუებული ადამიანთა მოდგმის დაღუპვას. ამიტომაც ჩვენს გადასარჩენად ჩვენი ხატი მიიღო, შეიმოსა ხორცი, მოვიდა დედამიწაზე ყოვლადწმინდა ქალწულისაგან, რომ ჩვენ გადავერჩინეთ ამ ტყვეობისაგან და ჩვენთვის ჯვარს ეცვა, სისხლი დასთხია. ამის გარეშე ჩვენი გადარჩენა არ მოხდებოდა. მით უფრო გმართებს მადლიერება ღვთისა, რომ მან ჩვენთვის ბევრი დაითმინა. ჩვენ კიდე ქრისტესთვის რას ვითმენთ? ვერც ვერაფერს. ამიტომ მოგცა ყველაზე დიდი ჯილდო. ანგელოზებსაც კი არა აქვთ უფლის, სისსა და ხორცის ზიარების კურთხევა, მხოლოდ ჩვენ მოგცა. და გზა გვიჩვენა თუ როგორ უნდა გადავრჩეთ. და აი ამ გზაზე ალბათ შემართული ლოცვით, სულისკვეთებით, გულით, სიყვარულით, სავსე გულით, სიმდაბლით, თავდაბლობით უნდა შევძლოთ, რომ ღმერთმა მოგვიწოდა და გვითხრა: მე თქვენთვის ბევრი დავითვინე, თქვენ რას ითმენთ? და მამები ამბობენ, რომ იცოდეს ადამიანმა აი ამ მოთმინების სანაცვლოდ სამხელა სიკეთე ექნება და ჯილდო. ერთი თანამედროვე დიდი მამა იოსებ ათონელი ისეხასტე ამბობს, რომ კიდევ უფრო ბევრს მოითმენ. უფალო, ოღონდ კი შენი სიყვარულით ვიყო სავსე, ისე ჩვენ. შეიძლება ამას ვერ განვიცდით, მაგრამ მაინც ვამბობთ. ამას გონებით ვერავინ ვერ ჩაწდება, მხოლოდ სუფთა გული და თავდაბალი გონებით შეიძლება ცოტათი მაინც მიახლოს ამ სიტყვების დიჩინარს, სიღრმეს, რომ დავითმენთ მეც ამ ხილულწუთის სოფელში, რომ იქ უხილავ სასუფეველში ქრისტესთან, უფალთან, სამებასთან ჩვენი ერთად ყოფნა იყოს და სიხარული ქრისტესთან. გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს ვერანაირი სიტყვა ვერ გადმოსცემს იმ სიხარულს, რაც დღეს ხდება ზეცაში და რაც დღეს ამ ღამისთევისას მთელი ეს წმინდა ისტორია, საღვთო ისტორია აი ამ ბნების შვიდეულში ჩვენს თვალწინ, ჩვენი თანამონაწილეობით გავიარეთ. და უფალმა გვითხრა: ნეტარი არის ის, ვისაც არ უხილავ და ჯერა ჩემი და სწამს. ჩვენს უფალს თხოვთ, ეუფალო, შეეწიე ურწმუნოებასა ჩვენსა და იმ დღეების განცდა და ღვთისავე მადლით იყოს მრავალჟამიერ ჩვენს გულსა და გონებაში. ამინ. გილოცავთ დღესასწაულს. ქრისტე აღზრდა. ქრისტე აღზრდა. ქრისტე აღზრდა. გამოგვანიჭა ცხოვრება. ამინ. აი ამ ყველაზე გასაოცარია თუ სოფლიაში თუ ჩვენ ქვეყანაში
ადამიანს მოენათა ღმერთი. წმინდა მამები ამბობენ, ადამიანი მოიცავს ეს მოწენა. ეს მოწენა რა არის? ადამიანი ვერ არის ამ მოწენილობას სახელს. მამები ვინც ღმერთთან საუბრობენ, ისინი კიდევ ამბობენ. სულ ღმერთი ენატრება და იმიტომ იცნობს ადამიანს. სპოტი როცა შემოდის გამოსავალს ესწავლებს და ეძებს გზას გადარჩენისას შინაგანი სიმშვიდისას აუცილებლად მიდის ღმერთთან. ხოლო ამისას ღვთისმსახური არის ტაძარი. აი დღეს თქვენი სიმრავლე განსულ აი ახალგაზრდა ატარებს იდები ყველანი აი იმდენი არიან რომ აი გულს უხარია ის რომ ეს ქვეყანა და ეს ხალხი სულით ცოცხალია და ვინ ცოცხალია ის ძლიერია იმიტომ რომ ღმერთთან ყველგან სადაც არ უნდა ვიყოთ ყოვლის კარგია მერტმა ძალამოთ Business, business, zid, siarus. Da, ხილული და უხილავი დასასვენების დაძლევს. და საფრთხო შეწევნით გამარჯვებს. ეს ხორება სულ ესე იქნება. ბრძოლა, ხილული და უხილავი. და ჩვენი შემართებაც ესე იქნება. ქრისტეთი ძლებს ყველას. მეთქვა გაკეთება. ამინ. ამინ. ჩვენ ვიხარიათ ხელოვნებად. და ბევრი ესეა.